ყველაფერი ძალიან ლამაზია. თავის სიზმარში მგონია. ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენ უნდა გავხადოთ ეს ურთიერთობა საოცარი და ყველაფერი ცუდი უნდა დავივიწყოთ. დაფიქრდი ასლი და მიხვდი, რომ ჩვენ ცუდს არაფერს ვაკეთებთ. ხვალ სახლში დაბრუნდები. მაგრამ ასლი, ყველაფერს მოვაგვარებ. მზად ვარ ყველაფერი ჩემს ოჯახს უთხრა. დაველაპარაკები და შენზე მოვუყვები. გაიგებენ, როგორ ძალიან მიყვარ ხარ. რომ ვერ გაიგონ. ბურაკ, გთხოვ, იქ დედა ჩემიც არის. ასლი, გონია შენზე საერთოდ არ ვფიქრობ? ამ ყველაფერს მხოლოდ შენი სიყვარულის გამო ვითმენ. არ დაუშვებ, რომ შენ ან დედა შენი დაზარალდეთ. მე და შენ ერთ გზას ვადგავართ. და რამდენი წინააღმდეგობაც არ უნდა შეგვხვდეს, მზად ვარ შენთან ერთად გადავლახო. შენ? მზად ხარ იმ სირთულეებს გაუმკლავდე, რაც ჩვენი სიყვარულის გზაზე გველის? მზად ვარ, ბურაკ. ძალიან ბედნიერები ვიქნებით. დრო გჭირდება. საყვარელო, პირველი ვის ჩვენს სიყვარულს შეეწინააღმდეგება დედა ჩემი იქნება. ამიტომ ცოტა უნდა მოვითმინოთ. მინდა ეს ამბავი ჩემგან გაიგოს. არც შენი ოჯახი მიმიღებს. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც შენთვის სხვა ჰყავთ შერჩეული. არ მინდა რომ დედა მინერვიულოს. მაგრამ ვიცი, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. არაფრის მეშინია. ყველას დავუმტკიცებ, რომ ჩვენი სიყვარული ნამდვილია. დარწმუნებული ვარ, ჩემი ოჯახი რომ გაგიცნობს, ძალიან შეუყვარდები. ბურაკ, მამა შენი ჯერ კიდევ რეაბილიტაციას გადის. მოვიცადოთ. ძალიან ვინერვიულია, რომ გავიგე ცუდად გახდა. თავისი დრო აქვს ყველაფერს. მიყვარ შენი უზომოდ დიდი გული. კარგი. ზუსტად ისე იყოს, როგორც შენ გინდა. ცოტა კიდევ მოვითმინოთ. რჩებლა, რა ფინალისტი, ჩვენ ამაზე არ შევთანხმებულ ვართ. ეს რა გააკეთე? შენთვის არ უნდა დამეჯერებინა. არ უნდა მომესმინა შენთვის. ვალკან, მომისმინე. დედა ჩემი სოფისში რომ შევიპარე, გამომიჭირეს და რომ არაფერი ეჭვათ, ვუთხარი, რომ კონკურსში მინდოდა მონაწილეობის მიღება. სხვა გზა არ მქონდა. ეს იდეა თავიდანვე არ მომწონდა. ვალკან, გეყოფა. ნუ აზვიადებ. ხვდები მაინც რა შარში გავეხვიეთ. კარგი რა. რა შეიძლება მოხდეს? ილოცე, რომ ასლის ნახატმა არ გაიმარჯვოს. ის სურათი ვნახე. არ მგონია იმ სულელურმა ნახატმა გამარჯვება მოიპოვოს. არ გეთანხმები. თუ მისი ნახატი გაიმარჯვებს, შენ საქციელს გამართლება არ ექნება. გინდოდა გეთქვა ჩვენ საქციელს. მე ეს არ მithოვია. კარგი. კარგი, დამშვიდდი. ეს საქმე მე მომანდე, კარგი? არ ინერვიულო. ერთი ძალიან კარგი იდეა მაქვს. შენს გვერდით თავს ძალიან ბედნიერად და მშვიდად ვგრძნობ. ძალიან მიხარია, რომ ჩემს სკვლავებში ხარ.
და თავს დაცულად გრძნობ. სახლში ხომ დაბრუნდები საყვარელო? კი, მაგრამ რამდენიმე დღეში. რატომ? განჯას ჩემი დახმარება სჭირდება. ახლა ვერ დავტოვებ. ხო, მაგრამ ძალიან მენატრები. შენთან ერთად ცხოვრებას მივეჩვიე. როდესაც ვიცი, რომ არ დამხვდები, არც მე მინდა სახლში მისვლა. გენედრები? ო, მენატრები. მგონი შენ არა. როგორ არ მენატრები? მაგრამ მალე საცხობის გახსნა. ახლა განჯას ძალიან მჭირდები. ვერ მივატოვებ. კარგი. მაშინ დღის საათებში მეც იქ ვიქნები. კარგი. იმუშავებ? ო, დაგეხმარებით. ღმერთო, რა არის ამაში განსაკუთრებული? რა საყვარელი ხარ? ასლი, განჯას ხომ არ გაუბრაზდები? მე ვთხოვე, არაფერი ეთქვა. რატომ არ გაუბრაზდები? არ გამაფრთხილა. კარგი ასლი, რა დაგემართა? ჩვენთვის სიკეთე უნდოდა. საყვედური რატომ უნდა უთხრა? პირიქით მადლობას გადავუხდი. მიხარია რომ წამომიყვანა. ჩემო საყვარელო. მადლობა დღევანდელი დღისთვის. არ მეგონა რომ ეს საშინელი დღე ასე საოცრად დამთავრდებოდა. არც მე. დამიჯერე, წინ საოცარი დღეები გველის. ღამემშვიდობისა. ღამემშვიდობისა. ასლი. ასლი. ასლი ძალიან გაბრაზდი? შერიგდით მატყუებ ხომ ასეა? ხო. ვიცოდი. მომიყევი რა მოხდა? განჯა. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ რომ ბურაკს ძალიან ვუყვარვარ. ასლი. მართლა? დარწმუნებული ხარ? რა თქმა უნდა უყვარ ხარ. რამდენ რამეს აკეთებს შენთვის. ო, მართალი ხარ. დღეს ყველაფერში დავწმუნდი. მეც ძალიან მიყვარს. როდესაც დრო მოვა, ჩვენს მშობლებს დაველაპარაკებით. დედა ძალიან გაბრაზდება, მაგრამ ჩემი ბედნიერება ხომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩემო სიცოცხლე, დეი და ემელი არ გაწყერინებს. დავარი პრობლემა ბურაკის ოჯახია. ხო, ვიცი. მაგრამ ყველაფერს გავუმკლავდებით. რა თქმა უნდა, საყვარელო, ერთად ყველაფერს შეძლებთ. ყვავილები მოგეწონა განჯა? ძალიან. და საკანელა? ასლი. საცხობში რომ მორჩებით საქმეებს, კლუბში წავალ. განცხადების დასაწერად? ხო, უნდა წამოვიდე. სწორი გადაწყვეტილებაა განჯა. მეც ასე ვფიქრობ. რა კარგია, ისევ ერთად ვიმუშავებთ. სანამ ახალ სამზარეულოს დავალაგებ. ყველაფერს თავის ადგილს მივუჩენ. გახსნისთვის უნდა მომემზადოთ. საყვარელო, შენ რომ არა საცხობს ვერც გახსნიდით. ასლი, დღეს ხელოსანი უნდა მოვიდეს. დახვდები? ხომ იცი, ერდემს არაფერი შეუძლია უჩემოთ. ვერ დაელაპარაკება. კარგი, არ ინერვიულო.
ჩემო საყვარელო საცხობო, ძალიან მალე გაგხსნით. მსუბუქ სამუშაო დღეს გისურვებ. მადლობა. პიურე გავაკეთე და მოგიტანე. მართლა? არ იყო საჭირო. რას ამბობ? ჩვენ მეზობლები ვართ, მეზობლები ხომ ერთმანეთს ყველაფერს უნაწილებენ. გასაგებია, რადგან ასეა ავიღებ. დიდი მადლობა. არ შეჭამ? წეღამჭამე. კარგი რა, ცოტა მაინც გასინჯე. მართლა არ ვარ მშიერი. გთხოვ გასინჯე. ძალიან გემრიელია. მოდი ჭამე. მიდი, გემრიელად მიირთვი. ერდემ? ერდემ, ხელი ხომ არ შეგიშალეთ? კარგი, მე მეჩქარება. მამა ჩემი მეძახის, დროებით. ხო, რა თქმა უნდა, გაიქეცი, დროებით. ერდემ, იმედი მაქვს ამ საქციელს სათანადო დამიხსნი. სწრაფად გამოიღე პირიდან ეგ საშინელება. სწრაფად გადმოაფურთხე. გადმოვაგდე. ჩემი ბრალი არა, მართლა, ვერც კი შევნიშნე ისე მოვიდა და პირში ჩამტენა. მე არაფერ შუაში ვარ. არ ვიცი ერდემ, მაგრამ ეს გოგო კიდევ ერთხელ თუ დამხვდება აქ. ორივეს თმებს გაგაცლით. ჩუმად ერდემ, ჩუმად. არაფრის მოსმენა არ მინდა. განჯა, საყვარელო, მე არაფერ შუაში ვარ. მართლა თვითონ მოვიდა ჩემო სიცოცხლე. ნიჰად, ასე ნუ უყურებ. ექიმმა რა თქვა, ხომ გაიგე? დიეტა გჭირდება. კარგი სელდა, კარგი, შევჭამ. ყველაფერს ისე ვაკეთებ, როგორც მეუბნები, ხომ ასეა? არ ვერევი დიეტის საქმეებში, ნუ შენ ჩაერევი ოფისის საქმეებში, კარგი? კარგი საყვარელო. მაგრამ სანამ უკეთ არ გახდები, სამსახურში ვერ გაგიშვებ. დილამშვიდობისა, ბურაკ. დილამშვიდობისა საყვარელო. როგორ ხარ, მამა? კარგად ვარ, შვილო. უკეთაა, მაგრამ კიდევ რამდენიმე დღე სახლში უნდა დარჩეს. სელდა, ხომ ხედავ, რომ კარგად ვარ. თუ გონია სამსახურის გარეშე უკეთ ვიქნები, ძალიან ცდები. ძალიან. საყვარელო, ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვატარებთ ერთად დროს. თანაც სინანის ძალიან კარგად უძღვება კომპანიის საქმეებს. ხო, მამა, დედა მართალია. თანაც კომპანიაში მეც დავიწყებ მუშაობას, ჯობს დაისვენო. კარგი. დაგიჯერებ და რამდენიმე დღე სახლში დავრჩები. ქალბატონო ემილ, მომხდარი ამბების გამო ვეღარ გითხარით, რომ ასლის სტიპენდია დავუნიშნეთ. ყველაფერი გადაწყვეტილია. დღეს დაურეკავენ და საჭირო საბუთების სიას გააცნობენ. დიდი მადლობა ბატონო ნიჰად. არაფრის. ხო მართლა, ერთ-ერთ უნივერსიტეტში, სადაც ჩააბარა, ბურაკი ისწავლის. ძალიან კარგი ფერწერის ფაკულტეტი აქვთ. თუ გნებავთ, შემიძლია დაგეხმაროთ. დიახ, ასლის ვკითხავ, დიდი მადლობა. ასლი ძალიან გაუხარდება. თქვენის ნებართვით წავალ და დაურეკავ. მოიძადე, ვერ გავიგე. ჩვენი მზარეულის შვილი ასლი ჩვენს შვილთან ერთად ისწავლის ერთ უნივერსიტეტში? ხო, რატომაც არა, რა მოხდა? არ შეიძლება, რადგან მზარეულის ქალიშვილი ასე არაა დედა. ყველას არ აქვს სწავლის უფლება. რა თქმა უნდა, აქვს უბრალოდ გამიკვირდა ცუდი არაფერი მithქვამს. სამსახურში მაგვიანდება, დროებით. კარგი დროებით საყვარელო. სელდა. ასე რატომ იქცევი? როდესაც საქმე ასლის ეხება, რამე ხდება? არაფერი საყვარელო. უცნაურად იქცევი. რატომ არ უნდა ისწავლოს? ხომ მშირდება განათლება მომავლის შესაქმნელად? რატომ გაქვს ასეთი რეაქცია? მამა არ ყავს, მხოლოდ დედა დარჩა. უნდა დავეხმაროთ, რითიც შეგვიძლია. შენც ხომ კარგად იცი მისი ისტორია? ვიცი. გისმენ დედიკო. რა? სტიპენდიას მივიღებ? დედიკო, რა კარგი ამბავია. ძალიან გამიხარდა.
რა? იქ სადაც ბურაკი ბატონი ბურაკი და მე ერთად უნივერსიტეტში ვისწავლით? დედა რა კარგი ამბავია. ძალიან გამახარე. კარგი. მალე გნახავ, გკოცნი. სტიპენდია დამინიშნეს. ჩემო საყვარელო, გილოცავ. ბატონი ჰაც უთქვამს ჩემ შვილთან ერთად ისწავლისო. შენი ოცნება რეალობად იქცევა. რა შესანიშნავი ამბავია საყვარელო. გილოცავ. ასლი გილოცავ. წარმატებას გისურვებ. გმადლობ. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. თითქოს იზმარში ვარ. ასლი როგორ გაგიმართლა? ნეტა მე შემეძლო სწავლა. მაგრამ ჩემი ხმა მხოლოდ მე მომწონს. კარგი, სისულელეს ნუ ამბობ. საოცარი ხმა გაქვს, მეც ძალიან მომწონს. გპირდები აუცილებლად ისწავლის სიტყვას გაძლევ. მოდი ჩემთან. ერდემ, მომენტით ნუ სარგებლობ. გონია დამავიწყდა რამდენიმე წუთი წინ რა გააკეთე. ნუ მეხუტები. ჩემო საყვარელო, ჩემი ბრალი მართლა არ არის, ა? ასლი უთხარი რამე. მე არაფერ შუაში ვარ. სიმართლეს გეუბნები. როგორ ჭირვეულობს? შეხედე. გახსოვს ბატონი ნიჰატი ასლის სტიპენდიას რომ დაპირდა? ხო. წეღარ მითხრა რომ ოფიციალურად დაუნიშნავს. ასლის რომ ვუთხარი კინაღა მიტირა ბედნიერებისგან. ღმერთო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. თითქოს ყველაფერი ლაგდება. წარმატებას ვუსურვებ ემა. იმედია ასლი ყველაფერს დააფასებს. რა თქმა უნდა, ასლის ხომ იცნობ. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა ემელ. მაშინ ვერ მოვახერხეთ ჭამა, ამიტომ ვიყიდე და მოვიტანე. რა იყიდეთ ბატონო ხალი? ღვეზელები, საცხობთან ჩავიარე და გამახსენდა. ვიფიქრე, ყველა ერთად დავსხდებოდით და ჩაის დავლევდით. მე წავალ. მსუბუქ სამუშაო დღეს გისურვებთ. ტკბილეულობას მოგიტანა. რა ხდება ემელ? რამეს მიმალავთ? შუკრან, ხომ იცნობ? არაფერს გიმალავ. უბრალოდ გუშინ საყიდლებზე რომ ვიყავით, გვერდით საცხობი იყო, ალბათ იქიდან მოიტანა. მე რა შუაში ვარ? გადაწყვიტა ერთად ჩაი დაგველია. შუკრან. ნუ მაბრაზებ. კარგი ნუ ბრაზობ. გნახავ. ხო, მაგრამ საღამოს კარგი ნახე. საინტერესოა რა იყიდა. გისმენ. ედა. საყვარელო როგორ ხარ? კარგად. ედა, ჩემო სიცოცხლე. ძალიან მომენადრე. თუ დღეს რამე გეგმა არ გაქვს, ერთად ვისადილოთ. მეგობრებს უნდა შევხვდე დღეს. ედა, ძალიან გთხოვ. კლუბიდანაც წავედი. ნორმალურად ვერ გნახე. წასვლა მომიწია ბიძაშენის გამო. ვიცი. გთხოვ, უარი არ მითხრა. კარგი მოვალ. მაშინ მოგწერ მის სამართ, სადაც დაგხვდები. კარგი საყვარელო. დროებით, გკოცნი. დროებით. ასლი, კლუბში წავალ და ვეტყვი რომ სამსახურიდან მივდივარ. საცხობს შენ გაბარებ. და ერდემ საცხაო კარგი. არ გწვენია განჯა. კარგი, არი ნერვიულო. გისმენ. ქალბატონ ასლის ვესაუბრები? დიახ, მე ვარ. კონკურსის შესახებ გირეკავთ. ფინალისტებში მოხვდით ქალბატონო ასლი. რა? ფინალისტებში? მოგვიანებით დეტალების შესათანხმებლად დაგირეკავთ. ნახვამდის, კარგი, მადლობა. კონკურსში რომ ვიღებდი მონაწილეობას, ფინალისტებში მოხვდი. ახლა ხანს დამირეკეს. ჩემო სიცოცხლე, ჩემო საყვარელო. ჩემო ძვირფასო, ვიცოდი რომ ასეც მოხდებოდა. ზოგადად ყოველთვის ყველაფერი ვიცი. გაიმარჯობა, ინახავ. იმედი მაქვს. რა კარგი დღეა. სულ კარგ ამბებს ვიგებთ. კარგი, მე წავედი.
დაიჯერა? ნეტა მოგესმინა რა ფინალისტებში მოხვდი? ასლი მოიცადე. ჯერ ახლა დავიწყეთ. პირველი როლი ძალიან კარგად შეასრულე. გამარჯობა. გამარჯობა. ბიძია როგორ არის? უგედ, ისვენებს. მიხარია. ხო მართლა. ასლი როგორ არის? მოახერხეთ შეხვედრა? არა. სახლში არ არის და არ მომიძებნია. კარგი. მაშინ დაურეკავ და სადმე დავპატიჟებ, ძალიან მომენატრა. ძალიან. ბურაკ? გისმენ ბიძია. მე საქმე მაქვს წავალ. ნიჰატი როგორ არის? სამსახურში ჯერჯერობით ვერ გამოვა? ხო, დედას უნდა რომ დაისვენოს. ძალიან კარგი. დროებით მის საქმეებს შენ უნდა მიხედო. იმედებს ნუ გაუცრუებ. ხომ გაიგე? ფიცი ბიძია. არი ნერვიულო. ახლა მიჩქარება, მერე ვილაპარაკოთ. კარგი, დროებით. გისმენ? ალო, ბურაკ. კონკურსიდან დამირეკეს. ფინალისტებში მოხვდი. გილოცავ ჩემო საყვარელო. ასეთი ხმა რატომ გაქვს? რამე მოხდა? არაფერი. უბრალოდ ვალკანს არ შეხვდე. ასლი, თუ დაგირეკავს არ უპასუხო. ბურაკ, რა ხდება? არ მკითხო, უბრალოდ დამიჯერე. ვალკანთან მივდივარ, ყველაფერს ვეტყვი ჩვენზე. ყველაფერი ეწოდინება და მოუწევს შეეგუოს. ბურაკ, არა. არ გაბედო. არავის უთხრა სანამ დედა ჩემს არ დაველაპარაკები. ძალიან გთხოვ. მინდა რომ დედამ ჩემგან გაიგოს ეს ამბავი. ბურაკ, გთხოვ. დამპირდი რომ არავის არაფერს ეტყვი, კარგი? კარგი. მაშინ შენც დამპირდი რომ დამიჯერებ და ვალკანს არ შეხვდები. რატომ? ასლი, კარგი. გპირდები. საცხობში ხარ? საქმეებს მოვაგვარებ და მოვალ. კარგი. ასლი, მართლა გამიხარდა, გილოცავ. მადლობ. დროებით. დროებით. გამარჯობა საყვარელო. ჩემო სიცოცხლე. რა კარგია რომ მოხვედი. დაჯექი. როგორ ხარ? გმადლობ. აუცილებლად უნდა ვუპასუხო. მნიშვნელოვანი ზარია. ცოტა ხნით გავალ. მანამდე მენიუ ნახე და ზუსტად ის შემიკვეთე, რასაც შენ შეჭამ. კარგი საყვარელო. ვაშაკ, იმედია კარგად ხარ. და ამდენი ხნის მერე შვილები ნახე. ამდენი წლის შემდეგ ოჯახის ნახვა როგორი შეგრძნებაა. ალბათ ძალიან სასიამოვნო. თუ გაინტერესებს როგორ ვართ. იცოდე რომ ზუსტად ისევე როგორც მაშინ სანამ ციხეში ჩაჯდებოდი. მაპატია შვილო რომ გალოდინე. ნიშნულოვანი ზარი იყო და აუცილებლად უნდა მეპასუხა. რატომ არ მითხარი რომ ციხეში იჯექი? კიდევ რას მიმალავ? მოიცადე. ჩემი ჩანთა გახსენი? ვერ ვიჯერებ. ეს რა თავხედობაა შვილო? რა მნიშვნელობა აქვს? რატომ არ მითხარი? რატომ არ მითხარი რომ ციხეში იჯექი? ისედაც არ გიცნობ.
ძალიან ბევრი კითხვა მაწუხებს. მითხარი კიდევ რას მიმალავ? არ მინდოდა გაგეკოთ. გთხოვ მეც გამიგე. გგონია ჩემთვის ადვილია. ჩემს შვილებს როგორ ვეტყოდი რომ ციხეში ვიჯექი. არ მინდოდა ხალხს დამნაშავე ვგონებოდი. ისედაც ბევრი შემეშალა თქვენთან მიმართებაში და ძალიან მრცხვენია. ძალიან მრცხვენია. ედა გთხოვ, შვილო, უფრო მეტად ნუ შემარცხენ. ციხეში რატომ მიჯექი? რა დააშავე? გთხოვ, მერე ვისაუბროთ ამ თემაზე. ძალიან ცუდად ვარ. ეს არ უნდა გაგეკო. მისმინე. გთხოვ. დაკარგული წლებია ვინაზღაუროთ. როდესაც დრო მოვა, ყველაფერს მოგიყვები. პირდები. ოღონდ მინდა სიმართლე მითხრა. არ მომატყუო. კარგი. მაგრამ ჯერ ჩემს თავს უნდა ვაპატიო. მინდა კარგად გაგიცნო. წინ ხომ ბევრი სასიამოვნო დღე გველის. შვილო, გვირდები არასდროს დაგტოვებ და თავის დროზე ყველაფერს მოგიყვები. რაც დაგაინტერესებს. თანაც დეტალებში. გვირდები ჩემო ლამაზო. კარგი. ჯერჯერობით ეს თემა დავხუროთ. შვილო, რაღაც მინდა გთხოვო. ეს ამბავი არავის უთხრა. კარგი? არ ვეტყვი, მაგრამ არიციან? ბიზაშენმა და ბიცოლაშენმა იციან. მათი მადლიერი ვარ, რომ არაფერი გითხრეს და ეს ამბავი დაგიმალეს. შენს თვალში არ დამამცირეს და ამის გამო მათი მადლიერი ვარ. ძალიან მადლიერი. რამდენი რამ გადავიტანეთ. თავის სიზმარში მგონია. ჯერ კიდე ვერ ვიჯერებ, რომ ყველაფერი ასე კარგად მიდის. რატომ? ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება. ასლი, შენ ხომ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ. ეს მართალია ერდემ? სწავლა, სტიპენდია, კონკურსი, სიყვარული. ხომ არ შევიშალე? არა, ყველაფერი სინამდვილეა. არაფერი გეჩვენება. ისიც რეალობაა, რომ განჯასთან ერთად ხსნის საწყობს. ერთხელ ჩვენს ხომ უნდა გაგვიმართლოს. ბურაკთანაც ყველაფერი კარგადაა. ჩემს მეგობარს ძალიან უყვარხარ. აღარ იჩხუბოთ სისულელეებზე. კონკურსის შესახებ ჩემი მასწავლებლისთვის არ მithქვამს. მიდი, სწრაფად დაურეკე. ალო, მასწავლებელო. როგორ ხართ? თუ დროს ხომ არ გირეკოთ? გონი ამ ნახატზე ფერები სწორადაა შერჩეული. ძალიან მომწონს. მე ზედმეტი მეჩვენება. ჩემი აზრით ეს ნახატი ძალიან ნატურალური და თბილია. ზუსტად ის კონცეფციაა შერჩეული, რაც გჭირდება. მე ძალიან მომწონს. ძალიან კარგია. როგორც ჩანს, ვერ ჩამოვყალიბდით. მოკლედ ასე მოვიქცეთ. ყველამ დადოს ნახატი, რომელიც მოსწონს და კენჭი ვუყაროთ. გამარჯვებული შევარჩიოთ, კარგი? კარგი. ესეც ასე. რომ გაიგებთ ეს ნახატი ვის ეკუთვნის, ძალიან გაგიკვირდებათ. მართლა? ვიცნობ? დიახ, თან ძალიან კარგად.
ვინა? ჩებლა. Nasıl yani? რა? Bir dakika. მოიცადე. Bu tasarım ეს şimdi Çağla'ya mı ait? ჩებლას ნახატია? Ama nasıl მას ეკუთვნის? ეს როგორ მოხდა? istemedi? არ უნდა და გცოდნოდეთ. Olsun istedi. სიურპრიზის გაკეთებას ურდა. Katılmaya da çekindi. ყოყმანობდა, მაგრამ როდესაც გაიგო, რომ ავტორი ანონიმური იქნებოდა, ანკეტაში ავსო. Yani öğrenince o da არ უნდა და ხალხს ნეპოტიზმში დაედანაშაულებინეთ. koduları döner diye korktu. Harika bir şey bu. შესანიშნავია. Çağla. ჩებლა. Bravo. ბრავო. შვილო, დიდი მადლობა, რომ სახლამდე მოყვანის უფლება მომეცი. კარგია, რომ ერთად ვისადილეთ საყვარელო. ეს ქალი აქ რას აკეთებს? ჩემო ლამაზო. ჩემო სიცოცხლე. ჩემი ბიჭი დიდი ხანია არ მინახავს. რა ხდება აქ? შვილო, ედა, სახლში შედი. ძმაო, სახლში შედი მეთქი. შვილო, შენ დედა ჩემი არ ხარ. ჩემგან და ჩემი დისგან თავი შორს დაიჭირე, გასაგებია? იქ წადი, საიდანაც ჩამოხვედი. ედა რას აკეთებ? ის ქალი რატომ ნახე? Kadınla görüşmeye devam ediyorsun. ის ქალი დედა ჩემია. უცხო არ არის. შეიძლება მისი ბრალი არ არის ამდენი ხანი რომ ვერ მოახერხა ჩვენი ნახვა. მინდა რომ ნახო, ამაში სამარცხვინო არაფერია. ედა რაზბოდა? ის ქალი დედა ჩვენი არ არის. არ ჩენი და არ ჩემი. ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. Senin de inadın. შენი სიჯიუტეც გაივლის, შვილო. Sen de annenin kolunu. შენც მოხვალ დედას შენთან. Canım, საყვარელო, გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა ძმაო, გამარჯობა. არ იყო საჭირო. რას ამბობ? რა არის? რა ლამაზია. რა საყვარელია? მეგობარო, დიდი მადლობა. არ ვიცოდი რა მომეტანა და ეს შევარჩიე. იმედია გამოიყენებთ. რა თქმა უნდა, bununla biz ტორტის დასახელებებს დავაწერთ. შევკვეთების სახელებსაც. ნამდვილად ძალიან კარგი საჩუქარია. იმედი მაქვს გამოიყენებთ. დიდი მადლობა. მიხარია რომ მოგეწონათ. მე განჯას დაურეკა. შენთვისაც მაქვს საჩუქარი. პატარა საჩუქარი. შენ ჩემს ცხოვრებას აფერადებ. იმედია ეს შენს ნახატებს დაამშვენებს. ბურაკ, güzeller, çok რა კარგია. დიდი მადლობა. უნივერსიტეტში გამოგადგება. შენ საიდან იცი? ერთ უნივერსიტეტში რომ ვისწავლით, ჰა, დედა და მამა რომ საუბრობდნენ, მეც იქ ვიყავი, მაგრამ არ ვიცოდი ჩემთან ერთად სწავლა მოგინდებოდა თუ არა. ანუ თანახმა ხარ? რა თქმა უნდა. hayattaki ეს ყველაფერზე მეტად მინდა. finale kaldı. კონკურსის შესახებ რომ გითხარი, მაშინ მე მინდოდა ამის თქმა, მაგრამ შენი ხმა არ მომეწონა. Neyse. თავარია შენც იცი. Ya çok ძალიან მიხარია. ერთ უნივერსიტეტში რომ ვისწავლით. მეც საყვარელო, მეც.
შენს გამო ლექციებზე ვივლი. Ama eğitim იცოდე არაფერი შეიმჩნიო. კარგი, ჩემო ლამაზო მოტივაცია. ძალიან გამიხარდა. ilk bizim resmimiz için. ამით ჩვენს სურათებსაც დავხატავ. კარგი. მოვედი. Bana neden söylemedin? რატომ არ მითხარი ჩებლა? Neyi söylemedim anne? რა არ გითხარი დედა? Senin tasarım. შენმა ნახატმა გაიმარჯვა. Ne kadar incesin. რა საყვარელი ხარ? Ne güzel bir sürpriz. ძალიან კარგი სიურპრიზი გამოგივიდა. Seninle gurur duyuyorum. შენით ვამაყობ საყვარელო. Beni ne kadar mutlu. ნეტა ვიცოდე როგორ გამახარე. Anneciğim ben მინდოდა მეთქვა, მაგრამ diyecektim aslında. სიურპრიზის გაკეთება გადავწყვიტე დედიკო. Resme ilgin ვიცოდი რომ ხატვით იყავი გადაცებული, მაგრამ არ მეგონა თუ ასეთი ნიჭიერი იყავი. yarışmayı düzenledim კონკურსზე რომ გავიგე, ვიფიქრე, dedim. ჩუმად მიმიღო მონაწილეობა. Olduğunu anlayamadım. მუზა მომივიდა და დავხატე. Çok acayip oldu. Denemen bile benim için ძალიან გამახარე საყვარელო. bana destek olmaya çalıştı. გვერდში მედექი და შენი ნახატით გაიმარჯვა კიდეც. Elde ettim. Çok mutluyum. ძალიან გამებედნიერე. Tebrik ederim. გილოცავ ჩემო ლამაზო. გილოცავ. Hayatım, საყვარელო. içmiyorsun ama. ჩაის არ დალევ? Tanem sen. მიდი. სელდა. უკვე ბუნებაში არსებული ყველა მცენარის ჩაი დამალევინე. Bir tanem benim. ჩემო სიცოცხლე, ეს რეაბილიტაციის კურსია. აუცილებლად გჭირდება. გამჭირდება? სინან, გამარჯობა. გამარჯობა რძალო. სინან, რამე მოიმოქმედე და ამ ბალახისგან მიხსენი ძალიან გთხოვ. ძმაო, სელდა ყველაფერს შენი კეთილდღეობისთვის აკეთებს. შენ საყები? სინან, შენი ძმა ძალიან ჭირვეულობს. აღარ ვიცი როგორ მოვიქცე. გამაგიჟა. კარგი, რადგან ასია საქმეს გაგიმარტივებ. სხვანაირად მოვიქცევი. ზედმეტად არჩენ რომ არ დაიღალო. ბაღში გავალ და ბალახებს შევჭამ. Aşk olsun ya. როგორ არ გწხვენია? Gerçekten მე ხომ ყველაფერს ჩვენთვის ვაკეთებ. შენი ჯანმრთელობა მინდა. შენ კი რეებს მეუბნები. duyduklarıma bak, senin dediklerine bak yani. მადლობა, დიდი მადლობა. ალო, გისმენ ვალკან. მამა სათხარ? ბიძა შენთან შვილო. სახლში მოდი სასწრაფოდ. ვალკან, რამე მოხდა შვილო? ტელეფონით ვერ გეტყვი. საქმე იმ ქალს ეხება, მაშაკს. მალე მოდი. კარგი, ახლავე წამოვალ. რამე მოხდა, რამე პრობლემაა? არა, ვალკანმა დარეკა. ერთად უნდა გაგვესეირნა და მკითხა როდის მოხვალო. რა ხდება კომპანიაში? საქმე კარგად მიდის ძმაო, მაგრამ ძალიან გვაკლი ხარ, მალე გამოჯამრთელდი. რომ სამსახურში გამოხვიდე. ო, იმედი მაქვს. Canım benim. საყვარელო, ჯერჯერობით უნდა დაისვენოს. სამსახურში ვერ გამოვა. Duracaksınız çünkü iyileşecek, dinlenin. სახლში უნდა იყოს. კარგი, მე წავალ. ბავშვები მელოდებიან. რძალო, მადლობა მასპინძლობისთვის. სამადლობელი არაფერია საყვარელო. Çocuklara დროებით, ბავშვები მომიკითხე. აუცილებლად, დროებით ძმაო. დროებით. canım. საყვარელო, Bitiremedim. არ დაგილევია? Bak ikinci bardak მეორე ფინჯანიც უნდა დალიო. anca fayda. ძალიან სასარგებლოა. Ya Çağla ne olacak? ჩებლა რა საპირებ? Ya acaba anneni gel. დედა შენს სიმართლე უნდა უთხრა? Saçma sapan. რა სისულელეს ამბობ დუქჩა? O kız nasıl birinci? როგორ გაიმარჯვა ამ სოფლელის ნახატმა? ვერ ვიჯერებ. Bizim firmaya çalışacak. კარგია რომ ასე მოხდა. Böyle olması iyi oldu. თორემ ფულსაც მიიღებდა და ჩემს კომპანიაშიც იმუშავებდა. ჩებლა, Onun yaptığı რომ გაიგონ ნამდვილი ავტორის ვინაობა, ყველაფერი რომ გაარკვიონ, ვერაფერს იზამს. yapamaz. Orası შეიძლება, მაგრამ დედა შენმა რომ გაიგოს, სიმართლე ძალიან ეწყინება. Tuğçe, დუქჩა, böyle მსგავსი არაფერი მოხდება. kıza neler რამდენჯერ მივაყენე შეურაცხყოფა?
მაგრამ ჩუმად იყო. Ayrıca hangi... ნამდვილი ჩვარია. O biraz... ჩემს წინააღმდეგ ვერ წავა. Orası öyle. ამაში გეთანხმები ნამდვილად გამოუსადეგარია. Evet. ასია. O yüzden sen... არი ნერვიულო. Hem onun ben... ნახატი არაფერია იმასთან შედარებით, რაც თვითონ წამართვა. Ya kabartma... ვანილი და შაქრის პუდრა არ ყოფნის. მეგონა საკმარისად ვიყიდეთ. ო, ბევრი რამ ვიყიდეთ და ალბათ გამოგრჩა. Unutmuş olabiliriz. წავალ და უცბად მოვიტან. Erdem hayır. არა, ერდემ. Başına git. მარტო არ წახვიდე. Ben de geleyim. მეც დამავალ. თორემ ვერ მოიტან. რატომ ვერ მოვიტან? ერდემ, Sen beni yanına... არ გინდა რომ გამოყვე? არა, საყვარელო, წამოდი ერთად წავიდეთ. თორემ ხომ იცი, არაფერი გამეგება. კარგი, თქვენ დაიწყეთ, ჩვენ მალე დავბრუნდებით. კარგი. Evet. ესეც ასე. Bu zamana kadar ყოველთვის მე გეხმარებოდი. ახლა კი შენი ჯერია. şimdi sen bana yardım edeceksin. Şu yumurtaları. კვერცხები გადეხე და ათქვიფე. რა თქმა უნდა, ახლავე. Ciddiyim ben. სერიოზულად გეუბნები ბურაკ. მიდი. ახლავე ბოს, არ გაბრაზდე. Göreyim bakayım. ასე? İçeriye kır. ცოტა ფრთხილად. Aferin. აი ასე. ოჩახ. ამ ტორჩი მთელ სიყვარულს ვსდებ. სხვა რა გავაკეთო? Ya güzel. ნორმალურად ათქვიფე ბურაკ. თუ არ მოგწონს, სხვა დამხმარე იპოვნე. Vallahi iyi de. სწორია, ასეც მოვიქცევი. მართალი ხარ. ანუ ასე ხო? კარგი. Yok canım. ვიხუმრე. ბურაკ, გეყოფა. ბურაკ, რას გავხარ? არა, Ya Burak ya. არა გეყოფა. ასლი, ბევრს მესვრი. მე შემომხედე. აი შენ. კარგი რა. საკმარისია. კარგი, გეყოფა. Ben pes ediyorum. გნებდები. ახლა დავიწყეთ. თვალები ამეწვა. Gülme. ნუ დამცინი. კარგი. ძალიან ლამაზი ხარ. Dalga geç. ნუ დამცინი. შენთან ერთად დაბერება მინდა. მინდა ვხედავდე შენს პირველ ჭაღარას. და მთელი ცხოვრება მიყვარდე. ვალგან რა მოხდა? მამა ედამის ქალი ნახა. რა? ვერ ვიჯერებ. ისევ არაფერი გვითხრა? იცოდა რომ მის ნახვას ავუგრძალავდით. ტვინს საუბრებს, მამა, როგორ მოვიქცეთ? დღეს სახლამდე მოიყვანა. ღმერთმა იცის რა სისულელეებს ეუბნება ედას. გავგიჟდები, ვერაფერი გავაგებინე. მე დაველაპარაკები. ახლა ხანს ველაპარაკე, აზრი არ აქვს. დამშვიდი ყველაფერს მოვაგვარებ.
რა გემრიელია. Demek ki neymiş? თქვენი მარტო დატოვება სამზარეულოში არ შეიძლება. ყველაზე საინტერესო გამოვტოვეთ. გპირდებით, რომ ყველაფერს მივალაგებთ. Aşk olsun. არა, Ya ne oldu? ერთად მივალაგოთ. ჩვენც დავეხმაროთ არა საყვარელო. Nasıl paşa? Bir dakika şuralarda bir yerde olacak. Nerede olacak? Aynen bunları senin ayarlaman gerekiyor. Çöpte yok. კარებს არ მიღებს. შეცდომას უშვებს და თვითონაა ნაწყენი. არ უნდა ვეჩხუბოთ, თორემ ჩამოგშორდება. ეს არ უნდა დაუშვათ შვილო. ედას გვერდით უნდა ვიყოთ და სიბოროტისგან დავიცვათ. მის გვერდით უნდა დავდგეთ. მამა ედას საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, მაგრამ როდესაც იმ ქალს იცავ, მდგომარეობიდან გამოვდივარ. ვალკან მშვიდად უნდა იყო, კარგი? დამპირდი. კარგი მამა. კარგი. Hoş geldin. გამარჯობა შვილო. გამარჯობა დედა. მამა. როგორ ხარ? კარგად, ძალიან კარგად. დავიწყოთ. ვახშმად რა გვაქვს? Hayatım საყვარელო, akşam ხომ იცი საღამოს ბევრი ჭამა არ შეიძლება. ben çok güzel ძალიან გემრიელი ბოსტნეულის რა გომოვამზადებინე შენთვის. sırtım da. გულის გამო არ მომკვდარ ვარ და შიმშილით მკლავენ. Al canım. გამომართი საყვარელო. Burak, ბურაკ, seninle önemli bir შენთან სალაპარაკო მაქვს. Sinan'ın სინანის ცოლი ბაშაკი დაბრუნდა. biliyorum. ვიცი მამა, Volkan, ვალკანმა მითხრა. öyle mi? ანუ უკვე ყველაფერი იცი. Bu kadın ძალიან საშიში ქალია ბურაკ. მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვს, უნდა რომ ჩვენი ოჯახი დაანგრიოს და ყველა გვაჩხუბოს. ne yazık ki ვფიქრობთ, რომ ჩვენს კომპანიაში აგენტი ყავს. ძალიან სახიფათო ქალია zaman 2 adım önce და მინდა ფრთხილად იყო. kendine göz kulak ol. ძალიან ფრთხილად. კარგი შვილო. Lütfen dikkat et olur mu? Aman bir tanem dış. ყურადღებით იყავი საყვარელო. Bak bu kadın ეს ქალი ყველგანაა. seni bile შეიძლება შენს მოგიგზავნოს ვინმე. Tamam. კარგი. არ ინერვიულოთ. Ya şu an ვერ ვიჯერებ რაც ხდება. bu kadın მოსვენება დამიკარგა ამ უსინდისო ქალმა. hayatım ne olur. საყვარელო, არ ინერვიულო, ძალიან გთხოვ. tamam. კარგი. შვიდად ვარ. Hocam, merak etmeyin. Merak etmeyin. გამარჯობათ, ქალბატონო ემილ. ეს მანქანაში დაგრჩათ. Teşekkür ederim. გმადლობ. Ya ben de ახლა უნდა დამერეკა თქვენთვის. tatlıları ჩაი მოვამზადე. çay demledim. ერთად ხომ არ დავლიოთ? რა თქმა უნდა. Buyurun buyurun. დაიწყეთ. ერთად დავიწყოთ. Gerçekten მართალი ყოფილხართ, ძალიან გემრიელია. sevdiğimiz. მიხარია რომ მოგეწონათ.
Aslı arıyor. ასლი მირეკავს. Efendim ya. გისმენ შვილო. Anneciğim დედიკო როგორ ხარ? კარგად საყვარელო შენ? ben de iyiyim. კარგად. Sesini duyuyorum. შენი ხმის გაგონება მინდოდა. ასლი, Terslik yok değil mi? რამე მოხდა? Yok არა, bir şey yok. ყველაფერი კარგადაა. უბრალოდ მომენადრე. Ay canım. ჩემო სიცოცხლე, iyi yaptın. ჩემო საყვარელო. ასლი, როდის დაბრუნდები სახლში? Çok özlüyorum seni. ძალიან მომენადრე, ჩემო ლამაზო. მალე დაბრუნდები. Ben de seni çok მეც მომენადრე. დედა, გახსოვს კონკურსში რომ ვიღებდი მონაწილეობას? almışım. ფინალში გავედი. რა? Gerçekten. მართლა? Ay Aslı. ასლი, როგორ გამახარე, ვამაყობ შენით. Seni çok gururlandım. ღმერთმა ინებოს პირველი ადგილი დაიკავა. Birinci olduğunu da görürüz. İnşallah. იმედია. Anne. დედა, Ben şimdi kapatıyorum. უნდა წავიდე. Sonra yine მერე ვილაპარაკოთ, კარგი? Tamam çocuğum. კარგი. Gonca განჯა selam მომიკითხე. söyle. Tamam. კარგი. Tamam ben მეც kaçıyorum. გკოცნი. Kiminle konuşuyorsun? ვის ელაპარაკებოდი საყვარელო? დედას, Çok özlemiş. ძალიან მომენადრე. მეც მენადრება. Tek özlem. ანუ მარტო მე არ მენატრები. Tamam Burak. კარგი ბურაკ, სულ ცოტა მოითმინე. სულ ცოტა? Ben de მეგონა მეტყოდი ბურაკ, ახლავე წამომიყვანეო. Ama sen biliyorsun. ხო ვიცი რატომ ჩერდები აქ. Anlattım sana. ხო მოგიხსენი. კარგი, ჩემო ჯიუტო სიყვარულო. კარგი, Ben de seni. მეც მენადრები. aşkım. ჩემო სიყვარულო. Hadi ben yatıyorum. ვიძინებ, ძილინებისა. İyi geceler. Tamam. ძილინებისა. Ya inanmıyorum. ვერ ვიჯერებ რომ ხვალ ვიხსნებით. Hayal gibi. ძალიან ნერვიულობ. Canlıyım. გოგოებო, თქვენ რომ არა, ეს არასდროს გამომივიდოდა. Daha ne? რას ამბობ ბერდემ? სიმართლეს. მიმოიხედა ირგვლივ, აშკარად თქვენი ხელი ეტყობა. Bol bereket. თავარია საქმე კარგად გამოგვივიდეს. იმედია ასეც იქნება. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. Hoş geldin. დილამშვიდობისა, ჩემო საყვარელო. გამარჯობა, მეგობარო. გამარჯობა, სამსახურში წასვლამდე გამოგიარეთ. ძალიან კარგი. რაში დაგეხმაროთ? უკვე ყველაფერი მზადაა. მაშინ მე წავალ. Bir dakika. ასე მალე მიდიხარ? არ მინდა სამსახურში დავიგვიანო. კარგი. შენ საკუცნელად მოვედი. დროებით, დროებით. დროებით. ჩემი მეგობარი. განჯა შეხედე, სწორად დავკიდე? კარგია? რატომ არ მირეკავ ასლი? რატომ? ჩებლა. თანახმა ვარ, ბოლომდე შენს გვერდით ვარ. რა გეგმა გაქვს? საყვარელო, დიდი მადლობა საუზმეზე რომ დამპატიჟე. ბოლო პერიოდის განმავლობაში პირველად სუნთქავ თავისუფლად. მიხარია საყვარელო. ყველაზე მეტად ის მინდა რომ შენთან ერთად სადმე შორს წავიდე. თუნდაც 2 დღით. მეც ძალიან მინდა სინან. ძალიან გამგები ხარ. ღმერთს ყოველდღე მადლობას ვუხდი იმისთვის რომ მყავხარ. ძალიან მიყვარხარ. Günaydın. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა საყვარელო. დილამშვიდობისა ძვირფასო. შენთვის არ მithქვამს რომ ჩებლამ გუშინ ძალიან გამახარა. Güzel kızım. ძალიან ვამაყობ ჩემი ქალიშვილით. Anneciğim. დედიკო, ნუ მაწითლებ. რა მოხდა? Yeni çıkartacağım. მოკლედ, ნახატების კონკურსის ჩატარება გადავწყვიტე. ვიცი? Yarışma ჩებლამ ჩემგან მალულად მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა. oldu. გილოცავ ჩებლა. Teşekkürler. მადლობა. Lansmana დაჯილდოვებაზე ხომ მოხვალთ? ასეთ ამბავს როგორ გამოვტოვებ? Güzel kızım benim.
ნიჰად, სად მიდიხარ? სამსახურში სელდა. გთხოვ წინააღმდეგობას ნუ გამიწევ. საყვარელო, იქნებ დღესაც დარჩენილიყავი სახლში. სელდა. გთხოვ მშვიდად გამაცილე. ვიცი, ფიქრობ, რომ სახლში უკეთ გავხდები, მაგრამ დამიჯერე, აქ უფრო ცუდად ვარ. გამიგე. ნიჰად, დროებით. ნიჰად, 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 დამელოდე, მეც წამოყვები. ედა, მოდი ვილაპარაკოთ. გთხოვ. გისმენ. ის რაც ხდება, მხოლოდ შენ არ გადარდებს. მეც ნერვიულობ. Farkındayım abi. მესმის მაო, Ama biraz beni... მაგრამ იქნებ ჩემიც გაიგო. Tamam. ვიცი, Sen anneme karşı... ვიცი რომ უდედოდ გაიზარდე, მაგრამ Ama ben ona hep hasta... მე მის არ ყოფნას დღემდე ვერ შევეგუე. შენი მესმის, მაგრამ ეს ქალი ისეთი დედა არაა, რომელიც გჭირდებოდა. Ben de sonunda... არც ვამბობ რომ იდეალურია. Ama onu anlamak... უბრალოდ მინდა გავიცნო. O bizim anne... ის ხომ ჩვენი დედაა. Ne yaparsak yapalım... Bu... რაც არ უნდა გავაკეთოთ, სიმართლეს ვერ შევცვლით. რაც არ უნდა გითხრა, აზრი არ აქვს. მხოლოდ ერთს გთხოვ, ის ქალი ჩემთან არ დაიცვა. Sen de beni anla. გთხოვ გამიგე ძმაო. ჩემი ერთადერთი და ხარ. ყველაფერს გავაკეთებ შენს დასაცავად. Biliyorum abi. ვიცი ძმაო. Birlikte bir şeyler mi yapsak? დღეს ერთად ხომ არ წასულიყავით სადმე? კარგი იქნებოდა, მაგრამ ძალიან ბევრი საქმე მაქვს. Tamam olsun. რა გაიწყობა? სხვა დროს იყოს. ასლის დაურეკე. Ya aslında ben de... ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ Ama sorun... მივხვდი რომ სულ პრობლემების გამო ურეკავდა. გადავიფიქრე. რას ამბობ? სულ შენ კითხულობს. ძალიან უყვარხარ, ამაზე არ იდარდო. მართლა? İyi arayayım. კარგი, მაშინ დავურეკავ. კარგი, მე წავალ. შვიდად რომ ისაუბროთ. Olur. კარგი. აბრა მოვიტანე. რა, სულ დამავიწყდა? Tamamen unutmuşum ya. რომ აბრაც გჯერდებოდა. კაფეს რა ქვია? დიდი ხნის წინ მოვიფიქრე სახელი. ერდემ, ჩემთვისაც უნდა გეთქვა, ასეთი რაღაცები ერთად უნდა გადავწყვიტოთ. Ya affedersin. მაპატიე. Doğru sonuçta. ეს ხომ შენი კაფეა. სახელით შენ უნდა აგერჩიე. ნუ ამბობ ასე, ეს ჩვენი კაფეა. ახლავე გაჩვენებთ სახელს. Erdem. ერდემ, Ya aşkım. ჩემო საყვარელო. ვერ ვიჯერებ. Bayıldım. ძალიან მომწონს. ოჯახ ერდემ, კარგად მოგიფიქრებია. ხო არა? Efendim Eda'cığım. გისმენე და Aslıcığım. ასლი როგორ ხარ? İyiyim sen. კარგად შენ? Sesinden belli. ხმაზე გეტყობა. Ben pek... მე არც ისე კარგად. Canım sıkkın. Hayırdır Eda? რა მოხდა? Telefonda anlatamam. ტელეფონში ვერ გეტყვი. Annemle ilgili. დედა ჩემს ეხება. Ben de müsait. თუ დაკავებული არ ხარ, იქნებ ერთმანეთს შევხვდეთ. Tabii görüşürüz. რა თქმა უნდა შევხვდეთ. Teşekkür ederim. მადლობა. Dertleşmek ძალიან გამახარე. Ama benim bir ახლა დაკავებული ვარ. მოგვიანებით გნახავ, კარგი? olur tabii. კარგი, მოგვიანებით ჩემთან მოდი. Sen çıkınca da oradan bize gel. yani სადმე სხვაგან რომ გნახო, შეიძლება? dışarıda bir yerde buluşsak. Olur tabii. რა თქმა უნდა. სანაპიროს კაფეში შევხვდეთ. Konuşalım. კარგი. შევთანხმდით. გკოცნი დროებით. Tamam canım. დროებით საყვარელო, გკოცნი. Ya bayıldım. ძალიან მომწონს. ლამაზი არა? ძალიან. დიდი ხანია მოვიფიქრე, რომ კაფისთვის განჯა დამერქმია. ლამაზად ჟღერს. ძალიან მომწონს. ძალიან ლამაზია. მოდი ჩემთან.
ნიჰად. Bak. აი, Bence ვფიქრობ აქედან რომელიმე იქნება ჯაშუში. yani ben bu ikisinden მათზე მაქვს ეჭვი. რატომ? Niye იმიტომ რომ გაჭირვებულები არიან. paraya? Bak mesela bu აი ამ კაც ბანკში აქვს თვალები. çekmiş tamam mı? Ve ეს khali კი მარტო ხელა, ფული ძალიან სჭირდებათ. belli ki მარტივი იქნებოდა მათი მოსყიდვა. sen bu ეს კი წინასწარ იღებს ხოლმე რამდენიმე თვის ხელფას ერთად. sürekli buradan avans çekiyor. ამ ხალხს ფული სჭირდება, გაჭირვებაში ცხოვრობენ. İkisi de son derece muhtaç აი insanlar. ასე იქნება. Bundalar yani. მერე რა? Ay hayatım ბაშაკი ასეთ ხალხს მარტივად მოისყიდის ფულით. მერე ის yani işte. სელდა ლოგიკურად მსჯელობ, მაგრამ არ დაივიწყო ის, რომ არსებობს პატიოსანი ხალხიც, რომლებიც ფულზე არ გაიყიდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ღარიბები არიან. მოღალატეობაში ვერ დავადანაშაულებთ. Yani მაინც იფიქრე ჩემს სიტყვებზე. tamam. კარგი, თავარი ეჭვმიტანილები უკვე გვყავს, მაგრამ დანარჩენებსაც გადავხედოთ. ჯობს კარგად გადავხედოთ სიებს. მაინც და მაინც ამ ხალხზე ნუ ჩავიციკლებით. ქალბატონისა და გაჭირვებულებს დებს ბრალს. Tamam. კარგი, როგორც კი რამეს გავიქებ და გირეკავთ. Tabii Başak Hanım. რა თქმა უნდა, ქალბატონო ბაშაკ. Anlıyorum Başak Hanım. გასაგებია, ქალბატონო ბაშაკ. Fakat daha ხომ გითხარით, რომ ბატონ ნიჰას თქვენთან საუბარი არ სურს. önce görüşmek isterim. მაპატიეთ, მაგრამ ვერაფრით დაგეხმარებით. İlgili benim yapabileceğim bir şey yok. İyi günler. ნახვამდის. რა ხდება? Başak Hanım. ქალბატონმა ბაშაკმა დარეკა. რა უნდოდა? სულ რეკავს. Nihat Bey soruyor. ბატონ ნიჰაცთან უნდა საუბარი. Selda Hanım'ın ქალბატონმა სელდამ გამაფრთხილა, რომ არ დამეკავშირებინა, მაგრამ ის ქალი მაინც რეკავს. kesiyorum ama hala çok არ ვიცი როგორ მოვიქცე. კარგად მოიქეცი, რომ არ დააგავშირე. sevmek Sinan Bey. Yıllardır რას ამბობ, თქვენთან წლებია მუშაობ. bu olan bir tane ამ ამბავს მეც განვიცდი. რითიც შემიძლია დაგეხმარებით. geldiğince ამაზე არ იფიქროთ. siz hiç merak etmeyin. კარგი. თუ კიდევ დარეკავს, მე დამაკავშირე. კარგი? კარგი. ჩემი ძმა კაბინეტშია. Selda დიახ, ქალბატონ სელდასთან ერთად. კარგი, მადლობა. yani გამარჯობა. გამარჯობა საყვარელო. გამარჯობა. როგორ ხარ ძმაო? კარგად გამოიყურები. რა თქმა უნდა, ჩემი სახლში გამოკეთვა მარტივი არ არის. თათბირზე უნდა წავიდე. მერე ვისაუბროთ. შენ კიდევ ერთხელ გადახედე სიებს, იქნებ ვინმე გამოგჭა. ან ყურადღება არ მივაქციეთ. Tamam canım. კარგი საყვარელო. სინან, შეგიძლია თათბირზე დააგვიანო სელდას რამდენიმე ადამიანზე ეჭვი აქვს. მინდა რომ დაეხმარო და ამ ხალხზე ინფორმაცია მოაგროვო. კარგი ძმაო. თათბირზე შედი და მოგვიანებით მეც მოვალ. კარგი. Bak şimdi ben ne diyorum? აი, Yani ამ ხალხს ძალიან უჭირს. ვფიქრობ, რომ ფულით მათი მასყიდვა რთული არ იქნებოდა. borcu harcı var yani. Aferin Başak. ოჩაღ ბაშაკ. İyi iş çıkar. ყველაფერი იდეალურად გათვალე. Üzgünüm სამწუხაროდ მოღალატე demek. შენ იქნები. Evet. ესეც ასე. ბაშაკმა ისევ დარეკა, მაგრამ ვიტულმა თავიდან მოიშორა. ახლა ხალხს ჩემი ყურით მოვისმინე, როგორ ეუბნებოდა ბატონ ნიჰაც თქვენთან საუბარი არ უნდაო. გავგიჟდები. Ya ısrar ისევ არ ჩერდება. bir de bu ne kadar კიდევ რეკავს. ne kadar ნიჰათისგან რა უნდა? yahu? Ne görüş რა უსინდისო ქალია. ის არ იყო მისი მიზეზით ჩემი ქმარი რომ ცუდად გახდა. ettirmeden რის მიღწევა უნდა? rahatmış ya bunu kafaya kadın. სელდა, დამშვიდი. ყველაფერი მოგვარდება. მისმინე, ახლა თათბირზე უნდა წავიდე. Tamam canım. კარგი საყვარელო. Ben de ne diyeceğim? ახლა ელჩი მე უნდა ვნახო. ამ თემაზე დაველაპარაკები ხომ ხვდები? კი, ყველაფერი აუხსენი. ახლა გვერდში დგომა სჭირდება. აუცილებლად მომუყვები ყველაფერს საყვარელო. შენ არი დარდო. დროებით. დროებით საყვარელო. ისევ ბაშაკი. ედა, შენ მართალი ხარ. მაგრამ
ვერც მამა შენს და შენს ძმას ვამტყუნებ. დარწმუნებული ვარ ისინიც განიცდიან ამ ამბავს. მაგრამ ორივე თავისებურად გამოხატავს. თავარია ყველა პრობლემას ერთად გავუმკლავდეთ. Haklısın Aslı. მართალი ხარ ასლი. Aslı. ასლი, Ya benim sana bir რაღაც უნდა გითხრა. tabii გისმენ, რა მოხდა? şey. Ya Aslı ვიცი რომ არ უნდა მოყვა ასეთი რა, მაგრამ yani რომ არ გითხრა გავგიჟდები. bilmiyorum ama birine de söylemezsin. მხოლოდ შენგან დო ასეთ ამბავს. Bunu sadece sana anlatabilirim gibi geliyor. Bana güvenebilirsin. შეგიძლია მენდოედა. ვის ეხება? Annemle. დედას. Onunla ilgili bir şey. რაღაც გავიგე. Abi ძმაო, გოგოებო, აქ რა საკეთებთ? sen ne yapıyorsun? შენ რა საკეთებ აქ? თათბირი მაქვს ცოტა ხანში და საჭმელად შემოვედი. ერთად ხომ არ ვისადილოთ? Olur. კარგი. Ne söyleyeceğini anladım. ხომ გახსოვს რაც უნდა თქვა? მოდი კიდევ ერთხელ გავიაროთ. ჩებლა, საკმარისია, რამდენჯერ შეიძლება გამეორება? ყველაფერი მახსოვს, მართლა. 10 dakika sonra 10 წუთში დაურეკე, კარგი? კარგი. კარგი, დავურეკა. მადლობა. გოგოებო, ნამდვილად არ გშიათ? ძალიან გემრიელია. არა გმადლობ ძმაო. შენ ასლი? არა მადლობა. კარგი. ben bir lavaboya gittim. მალე დავბრუნდები. eda, რაღაცას გთხოვ. შეგიძლია შემისრულო. Yaparım tabii abi. კი, რა ხდება? შეგიძლია მე და ასლი მარტო დაგვრდოვა. Nasıl yani? რატომ? Neden ki? რამე მოხდა? ჩვენს ურთიერთობაზე მინდა მასთან ლაპარაკი, ჯობს მარტო ვიყოთ. არ მინდა ვინმე ესწრებოდეს. Tamam olur. კარგი ძმაო. Aslında ben böyle სიმართლე გითხრა თქვენი ურთიერთობა კარგად ვერ გავიგე. bir sorun yok. ყველაფერი კარგადაა? Ayrılırsanız çok არ მინდა რომ დაშორდეთ. არა, არ ინერვიულო, ეს არ მოხდება. Aslıcığım. ასლი, Ya Cansu ჯანს უნდა მირეგა. acil kalkmam gerek. სასწრაფო საქმე აქვს. Böyle მაპატიე, მაგრამ უნდა წავიდე. Yok olur mu öyle? არა უშავს, მეც წამოვალ. Ben de kalkayım o zaman. ასლი, ცოტა ხნით შეგიძლია დარჩე. სალაპარაკო მაქვს. არ ინერვიულო, დიდ დროს არ წაგართმევ. Tamam. კარგი. Görüşürüz o zaman. დროებით. პირველ რიგში გეტყვი რომ აქ შემთხვევით არ ვარ. ვიცოდი რომ შეხვედრა სამ კაფეში აპირებდით. ედას მე ვთხოვე. შენთვის დაერეკა. ვიცი რომ შენთან საუბრის შემდეგ კარგად ხდება. როდესაც გელაპარაკებოდა, ჩუმად მოусმინე და გავიგე თქვენი შეხვედრის ასე ადგილი. რატომ მოიქეცი ვალგან? მინდოდა ედაზე გველაპარაკა. Neyle ilgili? რა ხდება? მას შემდეგ რაც ის ქალი გამოჩნდა, ძალიან დაძაბული ვარ. ედასთან უნდა ურთიერთობა და მისთვის ტვინის არევა. მე და მამა ძალიან ნერვიულობთ. მაგრამ ედასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. ძალიან გვეშინია თითქოს ყოველდღე უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. O kadın ის ქალი ხომ დედა თქვენია? sizin anneniz ama. ხო, მაგრამ მას არ იცნობ. არ მინდა ედას გული ედგინოს. დედა ჩვენია, მაგრამ იმ ქალს საერთოდ არ ვიცნობთ. ედას კი საერთოდ არ ახსოვს. მეშინია რომ მალე გულს ადგენს. Peki ben ne yapayım? მე რით შემიძლია დაგეხმარო? ედასთან მეტი დრო გაატარე. სხვადასხვა თემაზე ესაუბრე. ხომ იცი, შენ ყველაზე მეტად გენდობა. მე კი არაფერს მიყვება. შენ მოგისმენს და დაგიჯერებს. გთხოვ დაელაპარაკე და აუხსენი სიტუაცია. შენი გულკეთილობის მჯერა. ხომ გესმის? მე შენი მჯერა ასლი. Böyle düşündüm. მადლობა. ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია. Ne gelirse yaparım tabii. მადლობა შენ. მაპატიე. Efendim? გისმენთ? გალბატონო ასლი. მინდა გუშინდელი ზარისთვის ბოდიში მოგიხადოთ. რა? სიები აგვერია. ფინალისტების რიცხვში ვერ მოხვდით. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ამ შეცდომის გამო და გვპირდებით რომ შემდეგი კონკურსისთვის აუცილებლად დაგიკავშირდებით. სასიამოვნო დღეს გისურვებთ.
ასლი რა მოხდა? ვინ დაგირეკა? კონკურსიდან. მერე? გამოვარდი. Finale bile kalamadım. ფინალისტებშიც კი ვერ მოხვდი. არი ნერვიულო. ეს ხომ დასასრული არ არის. სხვა კონკურსებიც იქნება. დამშვიდი გთხოვ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის გამარჯობა ვალკან. Buna bağlamıştım. ყველაფერი დავგეგმე. მოგებული ფულით მე და დედა სახლი უნდა გვექირავებინა. Buna bağlıydım. ყველაფერი დაგეგმილი მქონდა. თუ ცალკე გინდათ გადასვლა შემიძლია დაგეხმარო. იმდენ ფულს მოგცემ, რამდენიც გჭირდება. შენ ოღონდ მითხარი. ვალკან რას ამბობ? ხვდები მაინც რომ შეურაცხყოფას მაყენებ. მე ჩემს პრობლემებზე გიყვები, შენ კი მეუბნები რომ იმდენ ფულს მომცემ, რამდენიც მინდა. Karşıma geçmiş benim ოღონდ ეს თემა დაიხუროს. ასე მცემ პატივს. bansın diyorsun. Bu mu bana ver? ასე მცემ პატივს. ასლი არასწორად გამიგე. სხვა რაღაცის თქმა მინდოდა. მე შემიძლია ფული გასესხო. თუ გადასვლა გინდა, შემიძლია დაგეხმარო. გთხოვ, ცუდად ნუ მიიღებ ჩემს ნათქვამს. ხომ იცი, შენ შეურაცხყოფას არასდროს მოგაყენებ, ასლი. გთხოვ, ეს თემა დავხუროთ. Tamam bence. კარგი იქნება ვალკან. Ama kötü. ამ თემას აღარასდროს შეეხო. Bana böyle bir şey tek. შენმა შემოთავაზებამ ძალიან მატკინა გული. მაპატია უნდა წავიდე. სად? მე წაგიყვან. არა მარტო მინდა დარჩენა. Biraz yalnız kalmaya ihtiyacım var. როგორ ვერ მიხვდი რომ ეს მოხდებოდა? როგორ? Bana böyle bir telefon. ჩემთვის რომ ესე თქვა ძალიან ცუდად გავხდებოდი. Bu ne ciddiyet? Bu ne? მაგარი ხარ, კარგად ითამაშე შენი როლი. Aslıcım bay. კორექტულად უთხარი, ასლი შეგიძლია ჯანდაბაშიც წახვიდე საყვარელოა. Lansmanın ardından მინდა ჩებლასთვის წვეულება მოვაწყო. hem Çağla'nın da დაჯილდოების შემდეგ ძალიან გავხარდება. რა თქმა უნდა, ქალბატონო ელჩიმ, ფინალისტებისთვის წვეულებას ისედაც ვაწყობთ. ო, რა თქმა უნდა. მინდა ყველაფერი იდეალურად იყოს. istiyorum. Basın ჟურნალისტებიც იქნებიან. ekstra elin. ხომ ხვდები რას გულისხმობ? Anlıyorsun değil mi? Anlıyorum. რა თქმა უნდა, ქალბატონო ელჩიმ, არი ნერვიულოთ. Bununla birlikte röportaj. ჩემი შვილის დაჯილდოებაა. Ha, benim için. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. Pardon. მაპატია. Efendim? გისმენ? Aa öyle mi? İçeri. დიახ, შემოვიდეს. Teşekkürler. შეგიძლია წახვიდე. Canım müsait დაკავებული ხარ? ეს თქვენთვისაა. Hoşçakalın. მშვიდობით, ბატონო სალიმ. Ay Elçincim. ელჩიმ, Sinan'la aranız. ძალიან მიხარია შენ და სინანმა რომ დაალაგეთ ურთიერთობა. Sinan'a destek olmak. სინანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შენი მხარდაჭერა. Sinan için çok önemli. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, სულ მასთან ვართ, მაგრამ შენი გვერდის დგომა ბევრად მეც ნიშნავს მისთვის საყვარელო. Haklısın canım. მართალი ხარ. Ya zaten her şey üst üste geldi. მან ბოლო დროს სინანის თავს ბევრი რამ ხდება. Gerçekten zor. ძალიან ნერვიულობს ედას დამოკიდებულებაზე ჩემს მიმართ. Lale benim aramda kalmak da çok yoruyor onu. ძალიან განიცდის. Sorma. ნამდვილად. Yüzünden zaten. ძალიან განიცდის ამ ამბავს ახლა კი Ya bu baş. ბაშაკიც დაემატა. Aklını çelmeye გამუდმებით რეკავს და შეხვედრას ითხოვს. başlıyormuş. Buluşmak istiyor. ედას ხშირად ნახულობს. Görüşüyorlar. საბრალო ბავშვი შეიძლება ტვინი გამოურეცხოს. Oldu ya. ვინ იცის რამდენ სისულელეს ეუბნება. სინანი ძალიან ნერვიულობს ამ ამბავზე. Vallahi Selda სელდა იმ ქალის აქციელი არც მიგვირს. bu duruma. უნდა რომ შვილი მის მხარეს იყოს. Çekmeye çalışması çok normal. ქალისგან რომელსაც ჩემს ოფისში მოსვლა არ შერცხვა, ყველაფერია მოსალოდნელი. Her şey beklenir. რა? Başak buraya. ბაშაკი აქ იყო მოსული? Ya evet hastanedeyken Ha. canını sıkmamak için söylemedim. ვეღარ გითხარი, შენი პრობლემები გქონდა. ვერ ვიჯერებ. Anlat
მომიყევი რა გითხრა, რა უნდოდა? სინანი. არა. შოქში ვარ. ნორმალურად მომიყევი რა გითხრა. მითხრა რომ აქ შვილების დასაბრუნებლადაა ჩამოსული. არც თავის ქმარს დათმობს. აქ ჩემს გასაფრთხილებლად მოვიდა. ალბათ ეგონა რომ შემაშინებდა. უსინდისო. ეს ქალი ნამდვილად შეიშალა. შენ რა უთხარი? რას ვეტყოდი სელდა? მივახვედრე რომ ჩემი ცხოვრებაა და არავის მივცემ ჩარევის უფლებას. იმას გავაკეთებ რაც მომინდება. ამის შემდეგ წავიდა. ოჯახს საყვარელო. უარეს იმსახურებდა შენგან. საზიზღარი ადამიანია. უსინდისო. თუ გავიმარჯვებდი, მოგებული ფულით მე და დედა ცალკე გადავიდოდით საცხოვრებლად. და ჩვენს აღარ მოგვიწევდა სირბილი. იმის შიშით არ ვიცხოვრებდით, რომ ვინმე დაგვინახავდა. თავისუფლად ვივლიდით, მაგრამ არ გამოვიდა. ახლა რა უნდა გავაკეთო? საყვარელო. იქნებ ასე უკეთესიცა. სხვა კონკურსებიც იქნება, სადაც უკეთეს პრიზს მიიღებ. თანაც ეს კონკურსი ხომ დაუგეგმავად გამოჩნდა. სხვა დროს კარგად მოემზადები. არ ინერვიულო საყვარელო. ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით. იმდენ ფულს მოგცემ, რამდენიც დაგჭირდება. ფულს არ მთავაზობ? არ მეტყვი რომ იმდენ ფულს მომცემ, რამდენიც დამჭირდება? საყვარელო, თუ მთხოვ, ამას სიამოვნებით გავაკეთებ. დაგეხმარებოდი, მაგრამ ასლი, რომელსაც ვიცნობ, ფულს არასდროს მიიღებს. ვიცი რომ ამაზე არასდროს დამთანხმდებოდი. ამიტომ არც კი მიფიქრია. ძალიან მიყვარხარ. მეც მიყვარხარ. რატომ გითხე ეს? მერე მოგიყვები. ახლა კი უბრალოდ ჩამეხუდე. შენმა გეგმამ არ გაამართლა ჩებლა. ვოლკან, დამშვიდდი. რა მოხდა? რას ნიშნავს რა მოხდა? ასლი არ დამთანხმდა წინადადებაზე. როგორ ვერ ვიფიქრე რომ ფულს არ გამომართმევდა. ჩემი შეთავაზება შეურაცხყოფად მიიღო. ყველაფერი გავაფუჭე. ყველაფერი. ალბათ ცოტა შესთავაზე. შეიძლება ეწყინა მხოლოდ 10,000 ლირა რომ შესთავაზე. წესიერად ილაპარაკე ჩებლა. არ გაქვს უფლება ასლიზე ასე ილაპარაკო. კარგი, კარგი. მომისმინე. ასლის ნახატმა გაიმარჯვა. ხვალ დაჯილდოვება და წვეულება იქნება. დედამ ყველა დაპატიჟა. ხომ ხვალ. ჩებლა რას ნიშნავს გაიმარჯვა? არ გესმის რას გეუბნები? ხომ გითხარი? თუ ნახატი გაიმარჯვებდა, შარში გაეხვეოდი. ჩებლა, ცეცხლზე თამაშები. გაფრთხილებ, ცუდი რამ მოხდება. მე არ ნერვიულობ, ვალკან. თანაც ასლიმეს დაიმსახურა. ვასწავლე რომ სხვისი საკუთრება არ უნდა მიითვისო. ცუდი არაფერი გამიკეთებია. უბრალოდ მის ენაზე ავხსენი სიტუაცია. რა მიხვდა? საგმარისი ასე ნუ მიყურებ. ასლიმ დაგაბრმავა. მეც ზუსტად ისევე ქცევი როგორც თვითონ მომექცა. გამარჯობა, გემრიელად მიირთვით. მადლობა, შვილო. ბურაკ, სად იყავი? ერთად არ უნდა ვივახშმოთ ოჯახმა. ოფისში ვიყავი, დედა.
საქმე მქონდა და სანამ არ დავამთავრე ვერ წამოვედი. Tamam canım. კარგი საყვარელო, მაგრამ ხომ იცი ხვალაც იგივე არ უნდა მოხდეს. Biliyorsun değil mi? ხვალ რა ხდება? Yarın elçinin დაჯილდოვება. toplantısı var. Ve შემდეგ კი ელჩი მიწვეულებას აწყობს. შენც დაპატიჟებული ხარ. დედა არ მინდა წამოსვლა. ჩებლას ბოლოს აქციელის შემდეგ მისი დანახვა არ მინდა. Bilmesine gerek yok. ჯობს არ წამოვიდე. სელდა თავი დაანებე. ნუ ჩავერევით ბავშვების საქმეში. ბურაკმა ისედაც იცის რა არის სწორი და რა არა. გთხოვ. Aslı, ასლი, sence yarın açılışta როგორ bir şey ფიქრობ ხვალ? gider mi? გახსნა კარგად შეივლის? Tabii niye რა თქმა უნდა. Aslı ben სხვაგვარად არ შეიძლება. ასლი ძალიან ნერვიულო პანიკაში ვარ. yani kolay ნერვიულობისგან მკანკალებ. Hayır, senin yapacağın შენი ტორტების მჯერა ერთხელ თუ გასინჯავ აუცილებლად მოგინდება მეორე ნაჭერიც, მაგრამ იქნებ მე ვერ შევძლო მართვა. Sizleri idare edemezsem. ერდემი ხომ ჩემთვის ხსნის კაფეს. Bu işi. Gonca, განჯა. sen benden ne kadar eminsin? მეც ისევე მჯერა შენი როგორც შენ ჩემი. Her şey hayal. დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოგივა. Birini mi bekliyoruz? ვინმეს ველოდებით? არა. Anne. დედიკო, ასლი, ვეღარ გავძელი და მოვედი. დეიდა ემელ, Dışarıda kal. კარში ნუ დგახარ, შემობრძანდით. რატომ შეწუხდით? რას ამბობთ ბავშვებო? Ay bunlar çok da... რა გემრიელი რაღაცეები მოგვიტანეთ. რა მძიმე ყოფილა. სამზარეულოში გავიდან. Ben hemen bunları mutfağa koyayım. ასლი, ჩემო საყვარელო. ასლი, კარტოფილის პიურე მოგიტანე. Ay anne inan. დედა ზუსტად დღეს ვინადრე. საიდან იცოდი? Anne yürü. დედის გული ყველაფერს გრძნობს. Bir de yanına vişne koy. კიდე ბევრი გემრიელობა მოგიტანეთ. İyi, bu akşam ანუ დღეს წვეულება გვაქვს. Hadi hazırlayalım. წამოდი სამზარეულოში გავიდეთ. ქალბატონო შუქრან, ბურაკი არ ამდგარა? Burak Bey çıktılar. უკვე გავიდა დილიდან ოფისშია, თქვა რომ ბევრი საქმე აქვს. ხედავ? გვეგონა ჩებლა მოქმედებდა მასზე კარგად. როგორ ჩანს ცდებოდით. გემრიელად მიირთვით. მადლობა. მადლობა. Nihat'cığım ნიჰად, ben sendeki შენი არ მესმის. seni anlayamadım. ასე მგონია რომ არ ნერვიულობ ბურაკის და ჩებლას დაშორების გამო. Rahatsız olmamış gibisin. არა, აზრი არ შემიცვლია. უბრალოდ არ მინდა შვილს რამე დავაძალო. სინანს რა დაემართა კარგად იცი, არ მინდა ბურაკმაც იგივე გაიმეოროს. ამიტომ ჯობს მის საქმეში არ ჩავერიოთ. Karışmayalım. ხო, არ ჩავერიოთ და ჯობს ბაშაკისნაირი იპოვნოს არა? პირიქით, სინანმა ბაშაკი იმიტომ მოიყვანა ცოლად, რომ ზედმეტად ვერ ეოდით მის ცხოვრებაში. სინანი და ბურაკი განსხვავებულები არიან. Bu benim ჩემი შვილია და მის საქმეში ჩავერევი. elbette müdahale ederim. ხო, სელდა, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ რაც უფრო მეტად შეზღუდავ ადამიანს, მით უფრო შეეცდება თავი დააღწიოს. ბურაკ შეეშვი, თვითონ გაარჩევს ერთმანეთისგან კარგს და ცუდს. გთხოვ დამიჯერე, კარგი? Tamam oldu onlar. ლამაზად დგას. გამარჯობა. საყვარელო. იმ ტუჩებს უნდა ვაკოცოს საყვარელოს რომ მეძახის. Ya çok güzeller. ძალიან ლამაზია. დიდი მადლობა. წარმატებას გისურვებ ახალ სამსახურში. გმადლობ საყვარელო. კეთილი იყო შენი მობრძანება ბურაკ. მეგობარო. გამარჯობა მეგობარო. ყველაფერი იდეალურადაა. ჩემი დახმარება ხომ არ გჭირდებათ. დახმარება თუ გინდა, უშტები გაბერე. ერდემ. რას ამბობ?
თითქმის ყველაფერი მზადაა და ჯექი და დაისვენე. არა, რას ამბობ. პუშტებს გავბერავ. მოდი. ქალბატონო ბაშაკ, ბატონი ბურაკი მასთან ერთადაა. მზადებაში ეხმარება. მისამართს მოგწერთ. Halil ხალია, bir dakika bakar მოდი თუ შეიძლება. გისმენთ ქალბატონო სელდა. Ay bulabildin mi? რამე გაიგე? სად დადის ბურაკი? არაფერი გამიგია ქალბატონო სელდა. ბურაკი არაფერს მალავს, მხოლოდ სამსახურში დადის. დარწმუნებული ხარ? დიახ, იმ დღიდან ვუთვალთვალებ თქვენ რომ მთხოვეთ. Yani kimseyle არავის ხდება? Burak. Ay o garson. იმ იმტანს დაშორდა? Ay zaten o რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვიყავი რომ სერიოზული არაფერი იყო მათ შორის. ალბათ დაშორდა ქალბატონო სელდა. ამდენი დღე არავინ ულახავს. ხო, შეიძლება მართალი ხარ. ama Halil. კიდევ რამდენიმე დღე გააგრძელე თვალთვალი. შეიძლება რამე მოხდეს. ხომ ხვდები? გასაგებია ქალბატონო სელდა, როგორც მიბრძანებთ. სელდა. სად ხარ? 2 საათია სახლში გეძებ. მაპატიე საყვარელო. და მავიწყდა მე თქვა რომ გავდიოდი. რომ გაგეფრთხილებინე, ძებნას აღარ დაგიწყებდი. ესეც ასე. თითქმის ყველაფერი მზადაა. დროა გავიხსნათ. ყვავილები დაგვრჩა. სად დავდო? აქ. არა აქ. არა. აქ ზედმეტი იქნება. იქ დადე. კარგი? დროა გაიხსნათ. ხომ არ ნერვიულობთ? ძალიან. ნერვიულობით ვკვდები. არ მოკვდე. ერდემ გავიგუდე. რა სილამაზეა. ყველაფერი შესანიშნავადაა. ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი ადგილი მაჩვენეთ. Burada duracaklar. Harika. აქეთ. შვენიერია. Çağlacığım tasarımlar. ჩებლა შენი ნახატი ძალიან მომეწონა. Güzel Çağla. ჩვენო ლამაზო და ჭკვიანო. დიდი მადლობა. Vallahi canım hiç böyle yetenekli. არ ვიცოდი რომ ასეთი ნიჭიერი იყავი. გმადლობ. Çağla bu işin aslı. იმედია სიმართლეს ვერავინ გაიგებს. Aslım გეყოფა ჩემთვის ხასიათის გაფუჭება თუქჩა. Ayrıca orada რომს გაიგონ ვის დაუჯერებენ მე თუ იმ სოფლელს. inanırlar. Bana mı? ყველას წარმატებას გისურვებთ ჩვენს ახალ კაფეში. მოდით, ყველამ ერთად. მარჯვენა ფეხით შედი. გილოცავთ. მადლობა. გილოცავთ კაფის გახსნას. გილოცავთ. მადლობა. დიდი მადლობა. მადლობა. დიდი მადლობა. განჯა, Burası çok iyi. მგონი ყველაფერი კარგად იქნება. Değil mi? ხო, Herkes halinden მგონი ყველა კმაყოფილი ჩანს. Evet. ხო, რას გეუბნებოდი? Bu çocuğun kalbi. ერდემს კეთილი გული აქვს, ყველაფერი გამოუვა. Dedin değil mi? მართლა ასე ფიქრობ? Senin hızın იმედია ყველაფერი კარგად იქნება. ხედავ რა მოხდა. მე სამსახურიდან წამოვედი და ერდემთან ერთად ჩემი ბიზნესი მაქვს. მე ბურაკს დავშორდი და შევურიგდი. sonunda. ყველაფერში წარმატებას მივაღწევთ, კარიერაშიც და სიყვარულშიც. Ne geliyor bu რატომ მოვიდა? მოგწონს? ძალიან ლამაზია. არავის მივცემ უფლებას ბედნიერება წამართვას. Hoş geldin. მობრძანდით. გახსნაზე მოვიდა. Nihat'ım. ხო, ძალიან კარგია.
Mersi Fundacığım. დიდი მადლობა რომ მობრძანდით. თქვენის ნებართვით სტუმრებს მივხედავ. Diğer misafirlerle de ilgilenin mi? Hafta içi haberleşiriz. დროებით მოგვიანებით გნახავთ. Ay çok affedersiniz geldiğiniz მაპატიეთ, დავინახე რომ მოხვედით, მაგრამ მაშინვე მოსვლა ვერ შევძელი. hayatım. ეს ნორმალურია, დღეს ხომ შენი დღეა. სტუმრებს მიხედე, ჩვენ ხომ უცხოები არ ვართ. ყველაფერი ძალიან ლამაზია. ოჩახ საყვარელო. მადლობ საყვარელო. ელჩიმ, ყველაფერი იდეალურადაა. მინდა მოგილოცო, ძალიან კარგ სტიმულს აძლევ ახალგაზრდებს. ძალიან კარგს. თვითონაც ახალგაზრდაა. გმადლობთ ბატონებო. ძალიან თავაზიანები ხართ. არაფრის. Ben Çağla ჩებლას ვერ ვხედავ. Çağla orada. იქით დგას. Yanındakiler çok საჭირო ხალხი გავაცანი. onlarla tanışmak მინდა რომ ეკონტაქტოს, იქნებ მომავალში დიზაინერობაც მოინდომოს. ileride meslektaş olabilirler belki de. Ha? ნახატები ძალიან ლამაზია, მომეწონა. იმედი მაქვს თქვენს კომპანიას დიდ წარმატებას მოუტანს. ქალბატონო ელჩიმ, ჟურნალისტები მოვიდნენ. კარგი ძვირფასო. უკვე მომიტანეს წარმატება ვალკან, ჩემმა ქალიშვილმა ძალიან გამახარა. საოცარი საჩუქარი გამიკეთა. მაპატიეთ, ჟურნალისტები მოვიდნენ. ჩებლასთან ერთად რეპორტაჟი უნდა ჩაწერონ. ჩებლა, Merhaba, hoş მოგესალმებით. Arkadaşlar, მეგობრებო, lansman benim için ეს დაჯილდოება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. görmüş მინდა ჩვენი კომპანიის დიზაინერი გაგაცნოთ. tasarımcısı ჩემმა ლამაზმა და ნიჭიერმა შვილმა კონკურსში ჩუმად გადაწყვიტა მონაწილეობის მიღება. benden არ უნდოდა ჩემთვის ნეპოტიზმში დაედოთ ბრალი. düzenlediğim არც კი ვიცოდი ისე შეავსო ანკეტა და მისმა შესანიშნავმა ნახატმა აღიარება მოიპოვა. მინდა გაგაცნოთ ჩვენი კომპანიის დიზაინერი და ჩემი საამაყო ქალიშვილი ჩებლა. Öncelikle მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. დიახ, კონკურსში მონაწილეობის მიღება ისე გადავწყვიტე, რომ დედას არაფერი ვუთხარი. istiyordum. მინდოდა ბედი მეცადა. Ki საბედნიეროდ გამიმართლა კიდეც. yalnız როგორც ხდებით, მოგებული ფული para ödülüne მე არ ihtiyacım მჭირდება. var. O yüzden მინდა ეს თანხა Nihat ნიჰატის და სელდა მაზაროგლუების ფონდში გადავრიცხო, gücü yetersiz olan რომელშიც გაჭირვებულ სტუდენტებს ეხმარებიან სწავლის გაგრძელებაში. yoluna bağışlamak istiyorum. მადლობა. güzel kızım. ჩემო ლამაზო, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ჩებლა, შენი თმა მაყოფთ. ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიგიღია. მადლობა. Canım kızım benim. ჩემო ლამაზო, ძალიან კარგად მოიქეცი. დიდი მადლობა. Bir hareket. Çok tebrik ediyorum seni. გილოცავ ჩებლა. Tebrik ediyorum seni. Ben izin თქვენის ნებართვით მე გავალ და მალე დავბრუნდები. ჩებლა, რას აკეთებ? ჟურნალისტების წინაშე სიტყვით რატომ გამოხვედი? ჩემს ნიშს ყველას ვუზიარებ ვალკან. რა ხდება? ნიჩს? ძალიან ცუდია, რომ ასლის ნიშს ასე იყენებ. რამეს დალევთ? hayır. არა. ამ თემაზე ლაპარაკის ადგილი და დრო არ არის ვალკან. ცეცხლს ეთამაშები, ჩებლა.
Ay aman ძლივს დავთვალე მთლიანი ფული. ne kadar çok para var burada. ყოველ დღე ასეთი მუშაობა რომ მქონდეს, 1 წლის შემდეგ გამდიდრდებით. Herkes ne kadar memnun. ყველა კმაყოფილი დარჩა არა? ყველაფერი ჩემი საყვარელი მეგობრის ტორტების დამსახურებაა. Ya abartma Gonca. Hepimiz ნუ აზვიადებ განჯა. ყველას დამსახურებაა. ნამდვილად ძალიან კარგი გუნდი ვართ, ერთად კარგად მუშაობთ. მეგობარო, შენც ჩვენი გუნდის წევრი ხარ. მადლობა მეგობარო. მგონი ეს ამბავი უნდა აღნიშნოთ. მართალი ხარ? წამოდით, სადმე წავიდეთ. bence burada yemek. აქ ავღნიშნოთ. თქვენ რაღაცეები იყიდეთ. ჩვენ სუფრას გავშლით. კარგი იდეა. რა შეჭამთ? პიცაზე რა სიტყვით? შესანიშნავია. Aslı ya. ასლი, Hala aynı ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ. საკუთარი კაფე გვაქვს, წარმოგიდგენია? საკუთარი მარკა გვექნება. hayal gibi geliyor. თურქეთის რესტორნებში მალე Ne bir de. განჯას ტკბილეულობა გამოჩნდება. Bayilikler veriyormuşuz. რა კარგი იქნება რა? Her yerinde Gonca pasta. განჯას ტკბილეულობა. Çok güzel olmaz mı? რა კარგია? Ya olur tabii olur. ძალიან კარგი იქნება ჩემო საყვარელო. Aslı ასლი, ne oldu? რა ხდება? Bu benim tasarımım. ეს ჩემი ნახატია. გახსოვს რომ გაჩვენე? Evet. კი, Bu senin tasarımın da. მაგრამ ვერ ხვდები გაზეთში რატომ დაბეჭდეს. Olmadığını söyle. ხომ დაგირეკეს კონკურსიდან გამოვარდიო? Evet. ხო, Çalmışlar. ჩემი ნახატი მოიპარეს. Nasıl yani? რას ნიშნავს მოიპარეს? Nasıl yapabilir? ვინ მოიპარა? წავალ კომპანიის დირექტორს დაველაპარაკები. Tabii canım. ო, წადი საყვარელო, სამართლიანობისთვის იბრძოლე. წამოყვებოდი, მაგრამ არა, აქ დარჩი. Habersiz bırakma bak. გამაგებინე რა მოხდება. საყვარელო. წამოდი, პროდუქტები უნდა ვიყიდოთ. კარგი, შენ წადი, დაიყიდე. კარგი. გისმენთ? Merhaba. გამარჯობა. შეიძლება კომპანიის დირექტორს დაველაპარაკო. სასწრაფო საქმე მაქვს. შეხვედრა არ გაქვს დანიშნული? არა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით. ნომერი დატოვეთ და დაგირეკათ. მართლა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვესაუბრო. სამწუხაროდ ვერაფრით დაგეხმარებით, მაპატიეთ. Bir problem? რამე პრობლემაა? Evet. დიახ. მინდა კომპანიის დირექტორს დაველაპარაკო. შეგიძლიათ დამეხმაროთ. Konu nedir? რა ხდება? Bu firmanın yarısı კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას. ნახატი, რომელმაც გაიმარჯვა, ჩემია. ait. ჩემს კაბინეტში გავიდეთ. მოკლედ, Ben bu firma კომპანიის დირექტორი მე ვარ. sizin. გისმენთ? Bana bu yarışmayı კონკურსის შესახებ ჩემმა მასწავლებელმა შემატყობინა. hocam da ნახატი დავხატე და მან ჩემი სახელით გამოგიგზავნათ. telefon geldi. შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ფინალში მოხვდი. Daha sonra შემდეგ კი ისევ დამირეკეს და მითხრეს, რომ კონკურსიდან გავვარდი. tasarımımı görünce როდესაც გაზეთში ჩემი ნახატი ვნახე, ძალიან გამიკვირდა. bu tasarım birlikte ეს ნახატი ჩვენმა პარტნიორმა კომპანიამ მოგვაწოდა. Yani მე მისი ავტორის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ bir araştırma ამ საქმეს გავარკვევ.
ortada büyük რაღაც გაოგებრობაა. o tasarım. ეს ნახატი ჩემია. Ne olur inanın. გთხოვთ დამიჯერეთ. Peki elinizde რამე მტკიცებულება გააქვთ, რაც მოწმობს, რომ ეს თქვენი ნახატია? yarışmaya katıldığınız კონკურსის მონაწილეთა სიაში წერი ხართ? var mı? Tasarım სამწუხაროდ საბუთებთან შეხება მე არ მქონია. maalesef. Anlıyorum. გასაგებია, ასე მოვიქცეთ. Lütfen siz bana თქვენი ტელეფონის ნომერი და სახელი დაწერეთ და დამიდოვეთ. როგორც კი რამეს გავარკვევთ, დაგიკავშირდებით. კარგი. აი, ilgilendiğiniz დიდი მადლობა რომ დრო დამითმეთ. sizden haber თქვენ ზარს დაველოდები. სასიამოვნო დღეს გისურვებთ. თქვენს ასევე. გამარჯობა. გამარჯობა, მოგბრძანდით. ძალიან ლამაზი ადგილია. ახლა გახსენით, დიახ. Hayırlı olsun. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. Ben შეიძლება გავსინჯო? Tabii ki. რა თქმა უნდა. Buyurun. ინებეთ. çok lezzetli. ძალიან გემრიელია. Afiyet olsun. შეგერგოთ. Bunlardan alabilir შეიძლება ვიყიდო? Ki რა თქმა უნდა. bu yeter. ეს გნებავთ? Tamam. დიახ. Hepsinden. და აი ესეც. Bunlar აი ეს. aldınız mı? ყველაფერს აქ ამზადებთ? დიახ, საკუთარი ხელით. O zaman böyle ასორტი გნებავთ? Benim bir organizasyon კომპანია მაქვს. var. Eğer თუ ყველაფერი ისეთი გემრიელი იქნება, რაც dediğim kadar lezzetli წეღან გავსინჯე, sizinle çalışacağım. შეგვეძლება ვითანამშრომლოთ. სიამოვნებით. bence aldıklarınızın hepsi დარწმუნებული ვარ ყველაფერი მოგეწონებათ. იმედია. Borcum ne kadar? რამდენი უნდა გადავიხადო? lira. 60 ლირა. Peki. კარგი. Buyurun. ინებეთ. Aa, üstü kaldı. ხურდა არაა საჭირო. Çok teşekkür. დიდი მადლობა. Buyurun. ინებეთ. Ne bekleriz? კიდევ გელოდებით ჩვენთან. Hep bekleriz. Büyük ihtimalle დიდი ალბათობით ერთმანეთს მალე შევხვდებით. yakın zamanda tekrar görüşeceğiz. სასიამოვნო დღეს გისურვებთ. İyi günler. თქვენც ასევე. Efendim. გისმენ. საყვარელო, როგორ ხარ? İyi değilim. ძალიან ცუდად. რა მოხდა? ვიღაცამ ჩემი ნახატი მოიპარა. რა? ეს როგორ მოხდა? ჩემმა ნახატმა გაიმარჯვა. Benim tasarımım. ხომ გითხრეს კონკურსიდან გავარდიო? Ya evet işte. ხო, მითხრეს. კარგი, დამშვიდი, არ ინერვიულო. ახლა სად ხარ? Ben çıktım. ახლა ხანს გამოვედი და კაფეში მივდივარ. კარგი, ჩემო სიცოცხლე, მეც მალე მოვა. Gani, განი, burada mısın? ჩამოხვედი? Ne zaman? როდის დაბრუნდი? Gazeteleri გაზეთი ნახე? რომ არ გენახა არ დამირეკავდი, ხო? yani. Uzun hikaye. გრძელი ისტორია. Anlatırım. მე მოგიყვები. Evdeyim. სახლში ვარ, ხომ არ მოხვალ? Yok yok. არა, იზმირში არ ვარ. İstanbul მე და დედა სტამბულში გადმოვედით საცხოვრებლად. artık burada. მამა ახლა აქეთ ვარ. Merak etme. არ ინერვიულო. Tamam. მარტო ვარ, კარგი გელოდები. Adres konuş. მისამართს მოგწერთ დროებით. Görüşürüz. Tam საჭირო დროს ჩამოხვედი.
ჩემო საბრალო. საყვარელო. მისმინე. არ ინერვიულო. მივხედავ კლიენტს და მოვალ. მომისმინე? ყველაფერს მოვაგვარებ. არ ინერვიულო. მითხარი რა ხქვია კომპანიას და ყველაფერს გავარკვევ. კოსმეტიკური კომპანია მელსი. მელსი? დაუჯერებელია. ახლა ყველაფერი გასაგებია. რა არის გასაგები? კომპანიის დირექტორს იცნობ? კი. კომპანიის დირექტორი ქალბატონი ელჩიმია. ჩებლას დედა. მან მოიპარა ჩემი ნახატი. გუშინ საღამოს დედას უნდოდა მათ წვეულებას ეწავსულიყავი. რა სითავ ხედია, სულ გაგიჟდა? არ ინერვიულო, ყველაფერს გავარკვევ, კარგი? გპირდები მივხედავ. არა ბურაკ. ამ შემთხვევაში ყველაფერს გაიგებს. ჯანდაბა. ჩებლა გაგიჟდა, გპირდები ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. ბურაკ, არავინ ჩარიო. არც შენ დაიწყო რამის გარკვევა. ეს მხოლოდ მე და ჩებლას გვეხება. ასლიმ თუ არა ვინ გაიმარჯვა? ვერ ვიჯერებ. ქურდი. ასლი. ასლი. რა მოხდა განჯა? წაიკითხე. კოსმეტიკურმა ხაზმა მელსმა ჩაატარა კონკურსი, რომლის საშუალებითაც დიზაინერს ეძებდნენ. გამარჯვებული გახდა ჩებლა გენჩიმი, რომელმაც მოგებული თანხა ნიჰად და სელდა მაზაროგლუების ფონდში გადარიცხა. ეს უკვე მეტისმეტია. ასლი. სად მიდიხარ? ხელი გამიშვი ბურაკ. ასლი არ წახვიდე და მშვიდდი. ამ ყველაფერს ვერ შევეგუები და ჩემი შეჩერება არ გაბედოთ. ქალბატონო ჩებლა, თქვენი მეგობარი გასტუმრად, განიმოვიდა? არა. მე მოვედი. შეგიძლიათ წახვიდე. აქ რას აკეთებ? შვენივრად იცი აქ რატომ ვარ? შენი დრო არ მაქვს, პირდაპირ მითხარი რა გინდა. ეს ჩემი ნახატია. შენ მომპარე. შენგან ვისწავლე საყვარელო. შენც ხომ მომპარე რაღაც, რაც მე მეკუთვნოდა. ბურაკი შენი არასდროს ყოფილა. შენი თავი ვინ გგონია? შენი ადგილი იცოდე. შენ რამდენი სუფლებას აძლევს შენ თავს? იაფასიან ინტრიგებს ხლართავ ჩემს რუქს უკან. ეს ნახატი მე მეკუთვნის. უფლებას არ მოგცემ მომპარო და მიისაკუთრო, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. როგორი თავდაჯერებული ყოფილხარ? ბურაკის ფულმა ხომ არ გაგათა მამა? ნახავთ შენი ოცნებისგან რა დარჩება, როდესაც ყველა გაიგებს, რომ შენ ხარ ის მიმტანი გოგონა.
var. ძალიან მაინტერესებს რა სიზამ. Kimseye bir şey. თუ ცოტა მაინც აზროვნებ Hoş. Gerçi არავის არაფერს ეტყვი bilmiyorum ama და გაჩუმდები. Bence bundan რა თქმა უნდა, არავინ დაგიჯერებს, მაგრამ გაფრთხილებ. ასეთი დარწმუნებული ნუ იქნები. გონი დედა შენმა დამიჯერა. დედა ჩემმა? annemle დედა ჩემს ელაპარაკე? hakkımı გეგონა გავჩუმდებოდი? bu konuyu ამ საქმეს ისე დატოვებ, როგორც არის, გასაგებია? yaptıkların yanına ანუ შენი საქსელი დაუსჯელი გინდა დარჩეს. ben daha yeni. ჯერ ახლა დავიწყე. Eğer daha fazla uğraşırsam თუ ამ საქმეს თავს არ დაანებებ, ყველაფერს დაკარგავ. ჩემს შეყვარებულსაც უკან დავიბრუნებ. unutmadım. მე არაფერი დამვიწყებია. İşte bu biraz ცოტა გაგიჭირდება. ne yaparsan yap. რაც არ უნდა გააკეთო ბურაკს, მე ვუყვარ ვარ Asla değiştirme. და ამას ვერაფრით შეცვლი. Bunu შეუშვი ეს შენს პატარა ტვინში.